პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ გარკვეული ნაგებობების კანონზომიერება სპეციალისტები შეისწავლიან და არ არის გამორიცხული გაუმართლებელი ნაგებობების შენებლობა შეჩერდეს, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკური ნიშნით ნგრევის ერთადერთი მაგალითი არსებობს ავღანეთში, თალიბანების მიერ განხორციელებული. კონკრეტულად რა მშენებლობებზეა საუბარი და რა შეფასება მოყვა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ამ განცხადებებს. თემაზე ნოდარ ჩაჩუა მუშაობს. დიახვასიკო გუშინ პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვა იყო ასეთი, ითანამშრომლებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი რიყის პარკთან დაკავშირებით გამოძიებასთან. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა გუშინვე გააკეთა მედიასთან განმარტებები და განაცხადა, რომ ეს იყო მისი მიცემული პირველი ჩვენება და შეეძლო არჩილ კბილაშვილს, რომ ეს ჩვენება აეღო მისგან. ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით განაცხადა გუშინ პრემიერმა. თუმცა არჩილ კბილაშვილის რა მოგახსენოთ, მაგრამ დღეს უკვე საქართველოს პირველი პირი გამოეხმაურა პრემიერის ამ განცხადებას. და პრეზიდენტი დღეს იყო საკმაოდ რადიკალური. დღეს ახალ მთავრობას მიხეილ სააკაშვილმა მგრეველები უწოდა და ისინი თალიბანს შეადარა. თანამედროვე ეპოქაში ერთადერთი მაგალითი პოლიტიკური ნიშნით გრევის არსებობს ავღანეთში ტალიბანების მიერ განხორციელებული. მე არ ამგონია, რომ 21 საუკუნეში საქართველოს თავი უნდა მოიჭრას თემი მსოფლიოს წინაშე ტალიბანიზაციით და ახალი თანამედროვე შენობების გრევით. მე ვერ ვიხსენებ ვერცეთ ასეთ მაგალითს. ამიტომ და მით უმეტეს, როცა დღეს საუბარია იმაზე, რომ იმდენია გასაკეთებელი. შენებლობა ასაქმებს ხალხს, შენებლობა შექმნა 10,000 სამუშაო ადგილი ბოლო წლებში. უამრავ ოჯახს გაუმართა ხელი. ამ ყველაფრის გაჩერება და უკან დატრიალება და საერთოდ გრევა მესმის სულ. მესმის, რომ უნდა სისტემა დაინგრეს. ნაციონალურ მოძრაობა გუშინ გვამხნევს, რომ უნდა დაინგრეს არა მხოლოდ როგორც ორგანიზაცია, არამედ მისი მომავალი. მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მინისტრმა თქვა. ეხლა შენობები უნდა დაინგრეს. პასუხის პასუხმა არ დააყოვნა და დღეს უკვე საქართველოს პირველ პირს დღესვე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი. გორიდან როგორც პრემიერ-მინისტრმა კი დღეს აქცენტი ძირითადად გააკეთა პრეზიდენტის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე. არც ერთი ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა იმას არ აკეთებს, რასაც ეს კაცი აკეთებდა. არცად არ შენდება მთავრობის დაჩები. მით უმეტეს, რომ უსახლკაროები არიან და ბავშვები ყინვაში იყინებიან. არ აქვს 7 რეზიდენცია მთავრობის მეთაურებს, არსად დიდ ქვეყნებშიც კი. არ აქვს რამდენიმე 2 თვითმფრინავი, არ აქვს რამდენიმე ვერტალიოტი. ახლაც ჯერ კიდევ მოხსენეთ გრიფის საიდუმლო, თუ არა 80 მილიონი ვერტალიოტებშია გადახდილი. საოცრებები ხდებოდა, ეს კაცი რაზე საუბრობს. გასაგებია რატომაც საუბრობს, ეხლა ცდილობენ რომ რასაც აკეთებდნენ თვითონ ცუდად, ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეწერა. რიყეზე მუსკომედიის თეატრი, რომელსაც მოყვა მსგავსი ტიპის რეზონანსი და შეფასებები როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერის მხრიდან ჯერ არ აშენებულა, თუმცა როგორც საზოგადოებას უკვე რამდენჯერმე მოექცა ეს თეატრის ეს შენობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ასევე შეფასებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოშიც, რომელსაც მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ზუსტად 3 საათზე შემოგთავაზებთ. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა.